სტეფანისა და სამიჯის თავს ბევრისთვის საოცნებო რამ ხდება. მათი კლიპი For Somebody მუსიკალური არხის MTV-ს ეთერში მოხვდა. It's like one step forward and two gone back. World Chart Express ასე ქვია გადაცემას, რომელიც შაბათიდან შაბათამდე ევროპის ცალკეული ქვეყნების ლიდერებს წარმოადგენს. კრიტიკულად განწყობილ მაყურებელსა და ჟურნალისტებს გამართულ პრესკონფერენციაზე სწორედ MTV-ზე გასული კლიპის კადრები წარუდგინეს. მართალია World Chart Express-ი არ არის ევროპის ტოპ 20-ეული, თუმცა თავად ფაქტი, რომ For Somebody მოხვდა გასართობი არხის ეთერში, უკვე ბევრის მთქმელია. მათვისაც ახლაც არ სჯერა შეუძლია ევროპული MTV-ს საიტზე შეიჭყიდოს და World Chart Express-ის გვერდზე საქართველოს დროშის გასწვრივ ნახოს სტეფანისა და სამიჯის სიმღერის სახელწოდება. ზიხარო და კი ვზივარ მეთქი და MTV-ზე მოვხვდითო და მეთქი ნუ იტყუები მეთქი და მარტა იმხელა ემოცია იყო რომ ვერაფერი ვერ ვთქვი. ჩვენ ალბომში არის კიდევ სხვა სიმღერები, რომლებიც კიდევ უფრო მომწონს. თქვენ მალე გაიგებთ, მოისმენთ იმ სიმღერებს და მიხვდებით. აღსანიშნავია, რომ კლიპის გადაღება ჰიტზე For Somebody 40-დან 50,000 დოლარამდე დაჯდა. თავისი მელოდიიდან გამომდინარე მას ნამდვილად ეკუთვნოდა ადგილი MTV-ზე. იმის მიუხედავად, რომ ქართველი მოსახლეობა საკმაოდ კრიტიკულად შეხვდა სიმღერას. დაგვეთანხმებით, ადვილი არ არის შექმნა სამწუთიანი ჰიტი ელექტრო ჰაუს ელემენტებით და შეუსაბამო საერთაშორისო სტანდარტებს. უახლოეს დღეებში ქართულ ბაზარზე პროექტის ალბომი We Don't Wanna Put In გამოჩნდება, რომელიც ამავე სტილშია აწყობილი. ელექტრო ჰაუსი ქვია ამას ალბათ უფრო, თუმცა დღეს უკვე ჟანრობრივად იმდენად გაშლილია ყველაფერი, რომ არ შეგვიძლია რომელიმე ჟანრს მივაბად. პრესკონფერენციაზე მედიას ასევე წარუდგინეს 10-წუთიანი დოკუმენტური კინო, რომელიც სტეფანისა და სამიჯის ევროპაში მოგზაურობას ასახავდა. ცხადია, For Somebody გაცილებით დახვეწილი კლიპია We Don't Wanna Put In-თან შედარებით, რომელიც არც განსაკუთრებული კრეატიულობით და არც შინაარსით გამოირჩევა. და ვიმედოვნებთ, რომ კვარტეტად ჩამოყალიბებული შემსრულებლები მომავალშიც არაერთ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებენ. მოგწონთ თუ არა, ჯდება თუ არა სიმღერა თქვენს გემოვნებაში, მაგრამ ფაქტია, საღიარებელი ყველამ უნდა ვაღიაროთ. სტეფანისა და სამიჯის ვიდეომ MTV-ზე მოხვედრა შეძლო, რადგან კარგად დააკმაყოფილა თანამედროვე მუსიკალური მოდის მოთხოვნები, შორს გადადო ვოკალი, რომლითაც უკვე ვერავის გააკვირებ და წინ წამოწია ელექტრო და ინდივიდუალიზმი, ადვილად დასამახსოვრებელ ტექსტებთან ერთად.